სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხანში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი ისტორიული ნაგებობების უნიკალური შენობების ფასადებისა და სახურავების რესტავრაციას, გამაგრებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის სახალხო თეატრის ისტორიული შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და არ ფუნქციონირებდა. იგეგმება დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ასევე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. სოფელსა და მის ისტორიულ შენობებში არსებულ მძიმე მდგომარეობას მოამბემ არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა. მოლოდინია, რომ სარეაბილიტაციო პროექტი ქვემო მაჩხანის ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი. ეს არის ჩემი წინაპრების სახლი, პაპა ჩემის სეულა დატოვებული და იმის პაპის სეულა. ეხლა იმყოფება ესეთ მდგომარეობაში, დანგრევის პირას არის მოსული. ეს გამოიყენებოდა ეს სახლი იმისთვის, რომ სოფელ მაჩხანში იყო ვაჭრობის ცენტრი ხოლმე და ყიდიდნენ თავის პროდუქციას. მე-19 საუკუნეში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო მაჩხაანი ისტორიულ ქიზიყში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. იმ პერიოდში სოფელი სამაგალითო ინფრასტრუქტურით გამოირჩეოდა. აქ ფუნქციონირებდა სამკითხველო, აფთიაქი, სკოლა, საავადმყოფო, სავაჭრო სახელოსნო დეპო და ადგილობრივი ბანკიც კი. სამწუხაროდ დღეისთვის ამ ისტორიული ნაგებობებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეს თუ გაკეთდება და სულ გარემონტდება, საკმაოდ მე პირადად ძალიან გამიხარდება, რომ ჩემი წინაპრების სახლი ისევ აღდგება და გამოიყურება ისე როგორც პირვანდელი სახე ქონდა. სოფელი ქვემო მაჩხაანი ისეთი ტერიტორია და ისეთი მდებარეობა აქვს, ეს სახლები თუ გაკეთდება, ასე ვთქვათ, პატარა სიღნაღივით იქნება. პირველი დეპო იყო აქ ამ სოფელში. პირველი ტექნიკუმი იყო, რომელიც რო არცად არ არსებობდა. იყო კიდე კოოპერატივები, დუქნები, როგორც ახლა არის სიღნაღის რაიონი იყო, მაშინ აქ იყო მაჩხანში ყველაფერი. სოფელ ქვემო მაჩხაანის უნიკალური ისტორიიდან გამომდინარე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი ისტორიული უბნის აღდგენასთან ერთად უძველესი სახალხო თეატრის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რომელიც თავის დროზე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით, შრომითა და ინიციატივით შექმნა. ეს შენობა თეატრალური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სწორედ აქ, ამიერკავკასიაში, პირველი მოძრავი სცენით აღჭურვილ სივრცეში თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა ქართველმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა დადგა. მოყვარული მსახიობების დასი იყო, როგორც ვიცით, სცენა იყო უნიკალური, მოძრავი. დღეს სამწუხაროდ სცენა მოძრავი აღარ არის, შენობაც ცოტა ისეთ რთულ მდგომარეობაშია და ელოდება ახალ სიცოცხლეს. იმედი გვაქვს, რომ შეიძენს ამ ახალ სიცოცხლეს, განახლდება. პარტერში მე-19 საუკუნის დროინდელი სკამებია. სცენაზე ვასილ როინიშვილის მიერ მოხატული გაცვეთილი ფარდა. ქართული საზოგადოებრივი კულტურული თვითორგანიზების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, ძველი იერსახის დაბრუნების მოლოდინშია. ტენდერის ფარგლებში ჩვენ სრულად მოახდეთ შენობების რეაბილიტაციას, როგორც ფასადების, სახურავების, ასევე სადაც საჭიროება იქნება ჩავერევით კონსტრუქციულ ნაწილში და მოხდება შენობების გამაგრება. ასევე მოწესრიგდება საზოგადოებრივი სივრცეები, უნიკალური ძველი 19 საუკუნის თეატრი, თლიანი ქუჩათა ქსელი თავის სანიაღვრეებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირდება ქუჩები, მოწესრიგდება სკვერები, ისტორიული თეატრი, რაც საბოლოო ჯამში კიდევ ერთ სტიმულს მისცემს ჩვენ რეგიონის ეკონომიკას, კერძოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ სოფლის რეაბილიტაციის პროექტი არა მხოლოდ მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ არქიტექტურას დაუბრუნებს იერსახეს, ასევე გადაჭრის დასაქმებისა და მიგრაციის პრობლემას. თუ სოფლის რეაბილიტაცია დაიწყო და აღდგა ის შენობები, ძალიან კარგი იქნება მივესალმებით აქ მაცხოვრებლები და თუ ტურისტულ მარშრუტში ჩაჯდა ჩვენი სოფელი, რა თქმა უნდა სამუშაო ადგილებიც გაჩნდება და მოსახლეობას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.